მარში მიემართება ტრადიციულად, როგორც შაბათობით ხდება ხოლმე, მიემართება ახლა პარლამენტის მიმართულებით. დღევანდელი მარშის მთავარი გზავნილი არის ძალა ერთობაშია. ეს არის სიმბოლური ერთის მხრივ, იმიტომ რომ ამ კვირაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა პოლიტიკური თვალსაზრისით, რამდენიმე პროდასავლური ოპოზიციური პარტია გაერთიანდა. ახლა ჩემს გვერდით იმყოფება თესეუს პროფესორი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი. მე მინდა რომ მას ვკითხო, გარდა იმისა, რომ ეს ძალიან სიმბოლური არის, ძალა ერთობაშია და რაღაც ერთ ქართული იდენტობის გამომსახველობითი. თქვენი აზრით, ეს გაერთიანება რას შეცვლის პოლიტიკურ ველზე და ასევე საზოგადოებისთვის? რა თქმა უნდა, სიმბოლოები ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ სიმბოლოების გარდა გვჭირდება რეალური ცვლილება და რეალური ცვლილება პოლიტიკოსების მონაწილეობის გარეშე არ განხორციელდება. რეალური ცვლილება ძალაუფლების ცვლილებას გულისხმობს, ხოლო ძალაუფლების აქტორები პოლიტიკოსები არიან. ძალიან კარგია ის, რაც მოხდა. მე ვგულისხმობ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ალიანსს. დასაწყისი ძალიან კარგია. ძალიან კარგია ის პროგრამული დოკუმენტი, რაც მათ გამოაქვეყნეს. და ჩვენ დაველოდებით ამ ალიანსის მომავალ ნაბიჯებს, რომელიც იქნება პრობლემებზე ორიენტირებული, სწორედ იმ მექანიზმებზე, რამაც ამ ქვეყანაში ძალაუფლების ცვლილება უნდა განახორციელოს. ამ საპროტესტო აქტივობებს და ამ ხალხის საპროტესტო განწყობას ნამდვილად აკლდა პოლიტიკური შემადგენელი, ახლა ეს შემადგენელი სახეზეა. მე ვფიქრობ, რომ სხვა პოლიტიკური პარტიების გააქტიურდებიან ამ ალიანსთან ერთად, რაც სასურველია ამ ალიანსისგან დამოუკიდებლად და საბოლოო ჯამში ხალხის ნება და პოლიტიკოსების ნება შეიძლება გახდეს იქცეს იმ სინერგიად, რამაც საფუძველი დაუდოს რეალურ ცვლილებას ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა. ახლა ჩვენ მივემართებით ხალხის მასასთან ერთად, ასობით მოქალაქესთან ერთად პარლამენტის შენობისკენ და მარში დაახლოებით 10 წუთში მივა პარლამენტთან.